ერთი მაგრად გამარჯობა, მე გიორგი სარალიძე ვარ, ჩემი სტუმარია ნინა თოთიაური და თქვენ უყურებთ ჟაბას. უღრმესი მადლობა რომ მოხვედი ჩემთან სტუმრად, ფანტასტიკურად გამოიყურები. შენც მისალმე მაყურებელს, მე მანამდე ხვინით გაგიმასპინძლდები. მივესალმები თქვენს მაყურებელს, უდიდესი მადლობა პირველ რიგში რომ მომიწვიეთ თქვენსთანაც საიუბილეო გადაცემაში. მე ხარია რომ თქვენთან ვარ და წარმატებებს გისურვებთ მთელი გულით. თან დიდი მადლობა. მე ტრადიციულად უკვე ყოველ ჟაბას ვიწყებ უფლის სადიდებლით, ეგრე ვხსნით. და თქვენთანაც რა თქმა უნდა უფლის სადიდებელი მინდა შევსო დიდება უფალს. დიდება უფალს. მშვიდობა უსურვოთ მთელ საქართველოს და სრულიად ყველას. გიერთდები. გემრიელია ძალიან. ფანტასტიკურია, ეს არ არის სპონსორის ღვინო. ეს არის ჩემი პირადი კოლექციიდან. აი გოგოებს რომ მოეწონებათ, ესეთი ღვინოა, გოგოებს რომ მოეწონებათ. მე სპეციალურად შევარჩიე მართლა. ექსპერიმენტულია, ბროწეულის ღვინოა ეს ლამისყანიდან. ჩემი მეგობარი მეღვინეა. პრინციპში ვიტყვი რომ მოსავალი პირველი არ არის სპონსორის, მაგრამ ძალიან კაი ღვინოს აწარმოებენ. ეხლა მომიყევი შენზე. აბა რა მოგიყვეთ? ერისიონის მოცეკვავე, ვინმე თუ არ იცით, ჩვენგან თუ გაიგებთ ვინმე. საკმაოდ ცნობილი სახე, იმიტომ რომ აქტიური ხარ სოციალურ ქსელებშიც. რა ხდება ერისიონში, რა ამბებში ხართ? ერისიონში, როგორც ყოველთვის, ყოველდღიური რეპეტიციები ხდება, რამე თუ არ ხდება ჩვენს თავს, ჩვენ მაინც დაუღალავად ვშრომობთ. კარგია ის, რომ ყოველთვის ხდება რაღაც, ყოველთვის გვაქვს მოცეკვავეებს იმისი мотивация რომ რაღაც ვაკეთოთ, სამომავლო გეგმებიდან გამომდინარე, მათ შორის არც ეს პერიოდი არ არის გამონაკლისი, გვიახლოვდება ზაფხული, აქტიური სეზონი მოცეკვავეებისთვის და ვართ ასეთ სამძადისში. ჩვენი ბიჭები ახლაც არიან ასრულებენ სადღაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე, მოკლედ ხორნს და ისე რატომ ერისიონი შენთვის? ჩემთვის რატომ ერისიონი და იმიტომ რომ მამა ჩემი ჟიად თოთიაური, მუსიკოსი, მოღვაწეობდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ანსამბლში, ერისიონში. როცა დავიბადე, დაახლოებით მაგ პერიოდში მივიდა ანსამბლში და როცა გავხდი 5 წლის ავტომატურად, არც განიხილებოდა სხვა ანსამბლი იმ ეტაპისთვის, მიმიყვანა ქალბატონ ნეკა ჭკუასელთან ცეკვაზე და მას შემდეგ არც მიფიქრია სადმე სხვაგან რომ წავსულიყავ. ლაბრებში დადიოდი. კი, ლაბრებში. და სხვათა შორის მან დასრულებდი შენ მუხამბას. დასრულებდი. ერისიონი რატო არცებას მუხამბას ჯეირანს ეგეცებს? არ ვიცი, სიმართლე რო გითხრა. ჩვენ გვქონდა პროგრამაში წლების წინ ერთი ბლოკი, ესე რომ ვთქვათ, დავლური ქართული კინტო მუხამბაზით მთლიანი რაღაცა ქალაქური ბლოკი. მაგრამ ჩვენი ქორეოგრაფის გადაწყვეტილებით, სამწუხაროდ იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა მეც მუხამბაზი, აღარ არის პროგრამაში და თვითონ უშუალოდ გოგონას ქალბატონის შესრულებით მართლა არ ვიცი რატომ არ გქონდა პროგრამაში არასდროს. არ გიკითხავს? არა, ხო, არ მიკითხავს. მასიურად სრულდებოდა უბრალოდ და ალბათ იმ წუთში არ საჭიროებდა დამატებით სოლისტს. არ ვიცი. საინტერესო, მე ვიხილავდი ერისიონის მუხამბას. გადაწყვეტილება ასეთი იყო. მეც ვიხილავდი და შევასრულებდი კიდეც სიამოვნებით, მაგრამ ასე დგას დღის წესი. ახალ ცეკვებსაც დიდად სიახლეები არის ახლა რამ. ამ ეტაპისთვის რომ გითხრათ სიმართლე, ახალ ცეკვაზე არ ვმუშაობთ არაფერზე, ქალაი დავასრულეთ. ქალაი. ეხლა სულ ახლახანს უფრო სწორად და სამომავლოდ მოიცა დასრულეთ შეიცვალა რამე ქალაი. არა. ფაქტობრივად პრინციპში კი გადის უკვე 1 წელი, ხო? ალბათ. ხო. რაც პრემიერა გქონდა ამ ცეკვის და ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი მე პირადად. ქორეოგრაფს თუ აქვს რაიმე ჩანაფიქრი, არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ახალ ცეკვაზე არ მუშაობთ არაფერზე. გასტროლები რამეები? გასტროლები იგეგმება კი, მაგრამ ამ წუთში ვერ ვიტყვი. ხო, სპოილერების გარეშე, კაი. ნახე, ჩვენ გქონდა ეგეთი იდეა საუბარი და მაგას თუ მივახცევთ ამ ჟაბაასებით რაღაც პროექტებით, უკვე ვიტყვი რომ ეს ყველაფერი ღირდა მაგად. მაისურაძე ყავდა დავითის წინ გადაცემაში, სოხიშვილებზე საუბრობდით, რაღაცა ეგ სახელმწიფო ანსამბლებზე რამდენი საუბრობთ. არა აქვს მუსიკალებს დაზღვევა.
პროფესიული დაზღვევა. თორე ჯანმრთელობის დაზღვევა? ანუ, ხო, მაგას გულისხმობ, რომ ის აწარმო, რაც თავის მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრამვა, რომ დაეზღვიოს რა, ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის. იმდენად ხშირია ალბათ მოცეკვავეებში ტრავმები. ცეკვის დროსთან, რა თქმა უნდა, კარიერულად მიღებული, ხო? ალბათ არც ერთ სადაზღვევო კომპანიას არ უღირს, რომ ეს აიღოს თავის თავზე. და ამ დაზღვევას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ცოტა მაგ ამბავში ალბათ სახელმწიფოს უნდა ჩაერიოს, რომ რაც მოითხოვოს სადაზღვევო ისგან, ალბათ ხო, შეფანად კომპეტენციაში მე ვერ ჩავერევ, ნამდვილად ამბავში გამყავლიდან ფაქტია და რეალობა არის ის, რომ ნამდვილად გჭირდება მოცეკვავეებს პროფესიული დაზღვევა, იმიტომ რომ საკმაოდ ხშირია გინდა ბიჭებში და გინდა გოგოებში, რომ აი ამ ფილმში მე მაგალითად რეაბილიტაციას გავდივარ, რა თქმა უნდა, საკუთარი ხარჯებით და ფინანსებით და არანაირი დაზღვევა არ მოფინანსებს ამას. და ეგ არის ძალიან ცუდი, რომ სახელმწიფო ანსამბლს ცნობილი სახეა მოცეკვავია, სამსახურები აქვს და უწევს, რომ პირადი ხარჯები გაწიოს იმისთვის, რომ იმ შოუსთვის და სანახაობისთვის, რაც მაყურებელს მიუტანა დაეშვენა, მიიღო ტრამვა რა. კი, თან ახლა ჩემ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში ეს საგანგაშო არაფერი არ არის, მაგრამ ადრეულ ეტაპზე თუ არ მიხედე და არ მიაქცია ყურადღება, მე იმაზეც ვფიქრობ, რომ უფრო არ გამერთულდეს, საერთოდ არ მომიწევს კარიერის დასრულება და ისევ რაღაც პატარა რაღაცაც კი ეგრევე საყურადღებლად ჩემთვის პირადად და ხოლმე ყველაფერი ფინანსები. ამას ულაპარაკებთ იქამდე, სანამ არ გვახცეთ გამბოს, რომ მოცეკვავეებს კონტენტ ძალიან კარგი იქნება. იყოს თუნდაც ანუ ჩვენი მხრიდან თანხის გადებით ესე რომ ვთქვათ, მაინც ვხედით იმ დაზღვევაში ხო თანხას რაღაცას. დავამატებ, მირჩევია მე პირადად ცოტას სიტყვაზე და მქონდეს რა ეს პროფესიული დაზღვევაც კარგი იქნება. სადაზღვევოს მოგმართავთ შექმნით პაკეტი, რომელიც მოცეკვავეებს დაუძღვევთ ჯანმრთელობას რა, ელემენტარული და ტრამვას. ძალიან მაგარი იქნება ამას თუ გააკეთებთ და თან ცნობილების გახდებით მაგამდით, რომ აი ესა და ეს სადაზღვევო კომპანია აი მას აკეთებს. და ხალხი დაგაფასებს პირდაპირ რეალურად. და თითო ექიმს გაიგებთ. ხო და აი ექიმსაც შეეხება სახელმწიფო ანსამბლში ესე კი არის მაგის საჭიროება და სამწუხაროდ არ არის კი სხვათა შორის ამის საჭიროება, იმიტომ რომ მაგერ ბოლო პერიოდში ჩვენს ერთ-ერთ მოცეკვავეს პრაგონზე, ეგრეთ წოდებულ პრაგონზე მოწყდა ფეხი. დაჭირდა ოპერაცია, რაღაცა და ძალიან რთული ამბავია რა მოკლედ და ეხა ეს ყველაზე მძიმე შემთხვევაა ჯვარიწერია ყველას, მაგრამ ფეხი გადამიბრუნდა, მყესი გამეჭიმა, რაღაცა ვიტკინე, კისერი მტკივა, რაღაცა ადგილზევე რო გვარდებოდეს, უკეთესი იქნება რა. ხელის შევნება ყველა მოცეკვავეს გვჭირდება ხოლმე. გასტროლებზეც არ დაყვება ექიმი. არა, ჩვენ ყავს მაგალითად ექიმი, თუმცა რეაბილიტოლოგი არ არის ეს ადამიანი, მაგრამ ჭრილობა იქნება, ვინმეს რამე ატკივდება, მოიწამლა თუ რაღაცა, ყველანაირად ხო რა, მოგხედავენ და გვიპატრონებენ ესე რომ ვთქვათ, ჩვენ ყავს ჩვენი ექიმი, მაგრამ არა რეაბილიტოლოგი, მოკლედ. ესაც კიდევ ერთი ამბავი, რაც საჭიროა და თუ ხო პრინციპში ფეხბურთს თუ ყავს და იმას რა ვქვია. კი, აუცილებლად. ახლა დამსახურების პროფესია გვაქვს, რაც ცეკვა, ქართული ცეკვა მით უმეტეს. ხო, რეალურად ჩვენ ვინახავთ და ვინარჩუნებთ ჩვენს ფესვებს და ჩვენს ტრადიციებს და კულტურას და ხო რა. უკეთესი იქნებოდა ალბათ ცოტა მეტი ყურადღება რომ გვეგრძნო ადამიანებს. თითქმის არც ერთი ბიჭი ამაზე არ დარდობს, მაგრამ აი სასცენო მაკიაჟი, გრიმი, რასაც გოგოები ყოველდღიურად, ყოველდღიურ ცეკვის წინ გიწევთ, რომ დაიტანოთ სახეზე და დაამუშავოთ. ამის აი მაგალითად როგორც ცეკვის ფორმები და აზიური რაღაცები შეიძლება სახელმწიფო ანსამბლში შეუკეროს მოცეკვავებს. ძალიან სენსიტიურ საკითხებს ეხები დღეს, ხო? ამასაც ჩვენი ხარჯებით უზრუნველყოფთ. ხო და ეხლა არ არის თლად. არ არის რა. იაფიანი ფუფუნება. არ არის. ანუ იაფიანს თუ გამოიხენე, მაშინ სახეს რაღაცა იმას. ნახე რაღაცა შეიძლება როგორ თქვა ისე რომ უხეშად არ გამომივიდეს, მიწისქვეშა გადასასვლელებში რო არის ხოლმე რაღაც მაღაზიები, ხა შეიძლება მან და არ იყიდო რა სიტყვაზე, ხო? ძალიან ბიუჯეტური და უხარისხო პროდუქცია. შეიძლება თლად სეფორაშიც არ ყიდულობდე ყველაფერს რაღაც საშუალო დონის მაინც რომ მართლა რო წაისვამ, მერე სახე არ გქონდეს მთლიანად. შესაძლებელი და ახალი მოკლედ. ხო და
ძალიან დიდ ფინანსებთან არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გარდა ყოველდღიური მაკიაჟისა, რომელსაც ვიყენებ სიტყვაზე, ხო? საკონცერტოდ კიდე სხვა მაქვს, რომელიც უფრო მძიმეა შედარებით და ისიც მჭირდება და ესეც მჭირდება. თან როცა ბევრი კონცერტი გაქვს ტურნეში მიდიხარ, შეიძლება არ იყოს თუნდაც ერთი ცალი ტონალური საკმარისი და ან წებო წამწამის ან რაღაცა რა, ანუ მარაგიც უნდა იქონიო აუცილებლად, რომ ამ ყველაფერს განსაზღვრა გიწევს მოცეკვავის შენ თვითონ რა. რამდენი კონცერტი მაქვს, ეხლა მეყოფა თუ არა ეს და ნუ თუ არ მეყოფა, უნდა წავიდე ვიყიდო, შევიძინო კიდე და და ეგეც კაი პრაქტიკა იქნება, რომ ანსამბლს კონდეს რაღაც თავისი ეს აუცილებელი მაკიაჟი. ეს რა ანსამბლს კონდეს კაია. უნდა თვითონაც რო ჰქონდეს ბევრი რაღაც, მაგრამ ძირითად შემთხვევაში დაფინანსება არ არის საკმარისი, ხო? იმიტომ რომ მოცეკვავეს, მომღერალს, მუსიკოს ანაზღაურება სჭირდება, იქ რაღაცა ყოფითი პრობლემებია, რომელიც უნდა მოგვარდეს, იქ რაღაც, ანუ ბევრი წვრილმანი დეტალია, რომელსაც ანსამბლი ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ცდილობს, მაგრამ ნუ ეხა რაღაცა ამოწურვადია ის რა, თავზევად მეტი ძალა არ არის და რაც შეუძლიათ ყოველ შემთხვევაში, მე მაგალითად გრძნობ და ვხედავ ამას, რომ რაც შეუძლიათ მაქსიმალურად ჩვენი კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებენ და ნუ თავზემოთ მართლა არ არის ძალა და რო იყოს სიტყვაზე მეტი დაფინანსება, დარწმუნებული ვარ, რომ ამასაც გამოყოფენ და ამაზეც იზრუნებენ ჩვენზე აუცილებლად. დამნიშნულოვანია ეგ და ეგეც ძალიან კარგია, რომ მოცეკვავი გრძნობს ანსამბლისგან მხარდაჭერას და კი, რა თქმა უნდა. ჩიდგომას. ასე რომ დავეხმაროთ ანსამბლებს. გამომართოთ ხელი და ეს იდეაში ხალხმა უნდა მოვითხოვოთ ალბათ. კი. და მე ისიც არ მომწონს, რომ საქართველოში მოცეკვავებს ნაკლებად ცნობენ, ვიდრე სპორტსმენებს მაგალითად. ანუ სხვა რამ სფეროს წარმომადგენლებს რა. კი, სამწუხაროდ ეგეც ეგრეა. არ ვიცი ეს რატომ არის განპირობებული, ალბათ იმიტომ, რომ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროები სპორტსმენებით უფრო ხშირად ინტერესდებიან, უფრო აქტუალურები არიან, უფრო წინა პლანზე ყავთ წამოწეული, ვიდრე კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მით უმეტეს ცეკვის და ქორეოგრაფიის მიმართულებით, ძალიან იშვიათად. ბოლო დროს კიდე რაღაც სიტყვაზე ამ საკვანო ვარსკვლავების დაინტერესებით რაღაცა ხო გავხმაურდით ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ნუ ძირითად შემთხვევაში მაინც არა. შენ თვითონ თუ არ შეუწყე შენს თავს ხელი, თუნდაც ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით, ესე შენთვის არავის არ ცხება. ნუ შენ მაგზას ადგახარ და იცი როგორც კეთდება და ეგ საქმე გესმის. ხო, კი. და ხ ჩვენს გვირჩია რაღაცები. ჩვენ არ ვიცით შე. სიმართლე რომ გითხრათ, YouTube-თან არ მქონია ესე შეხება. ძირითადად, ნუ Instagram-ი ხო რა, ჩემი საყვარელი პლატფორმა მაინც Instagram-ია და მერე მივხვდი კაი ხნის მერე რომ TikTok-ი ამაში უფრო დამეხმარებოდა. და TikTok-ით აუცილებლად უნდა განმევითარებინა და კი. დავაკლიანე, მაგრამ კი, ჩემი აზრით. ჩვენ არ ვუვაქი ხა TikTok-ი, საერთოდ. ხო და ჯობია რომ გქონდეთ, იქონიეთ TikTok-ი. აი ხო მაგასაც უყურდები რომ ხალხი არის. სიტყვაზე იმ პატარ-პატარა ნაწყვეტებს და ფრაგმენტებს ხო? ატვირთ ეს TikTok-საც თქვენი რამედის. აი არ ვიყენებ რა. გასაგებია, მე აი გეუბნები, ჩემი შეცდომა მაგალითად ეს. მე რა რესურსიც ჩავდე Instagram-ში და რა დრო და ენერგიაც დამეხარჯა, ეგ რომ მიმემართა TikTok-ისთვის. კი, მექნებოდა, მეყოლებოდა დღეს უფრო ბევრად დიდი აუდიტორია ვიდრე დღეს მყავს. არა, მაგაში გეთანხმები, რომ პირადი აკაუნტსიც მაქვს რაღაც ვიდეოები და რაღაცები და საკმაოდ მალე აუბუსტე და კარგად რა, ესე რომ ვთქვათ, ფოლოვერები. ხო, შედარებით ადვილია. მე ეხმარება უკვე Instagram-ის ზრდაში, Instagram-ი რო იზრდება, მე უკვე მთლიანი პოდკასტის ნახვა უნდება ვიღაცას და თუნდაც TikTok-იდან. უნდა მივაწვეთ TikTok-ს. აი მაგალითად ეხა ის რო არის. რა ქვია ღმერთო? აბა მიმახვედრება. სინკვესები რო რაღაცა ისეთი. TikTok-ზე ძალიან გავარდნილია ეგ ვიდეოებიც. პატარ-პატარა ფრაგმენტები და მე დაინტერესებს რა თქმა უნდა და გაეცინა აურა მაგარია გადავა. არა, მე შეყარებულებს Facebook-საც აქვს. ხო, იქ რაღაცა კი, ანუ რამდენიმე ესეთი YouTube არხი არის, რომელიც აი TikTok-ზე ძალიან ხშირად მივარდება რა მაგალითად. ნუ ხალხი სადაც არის, იქ უნდა იყო რა სხვა. კი ბატონო. კაი, ცეკვანო ვარსკვლავებს შეეძლო. დავითი იყო, ნუ დათო გოგრიჭიანი მეუღლე. სახვად. რომელიც საკონსულში მონაწილეობდა.
როგორია ესე? აი გამბავი ხარ. პირდაპირ კითხავ, აი მოდი აღარ მოვული მიკი მოდივას არ დავიწყებ. ჯობს. ქართულ სეკვენსთან შედარებით ბევრად ახლო კონტაქტია მაგალითად. ხო. სამეცნიერო სეკვენსში. კი, სხვათა შორის მივხვდი მოტივებული. მომწერა ვიღაცა მერთხელ გოგონა იყო მე მგონი თუ სწორად მახსოვს რომ ვაიმე ეხლა არ ეჭვიანი უფრო ესე როცა ყავსო და აი იმდენად უჩვეულო იყო ეს კითხვა ანუ რო წავიკითხე ისე მეუცნაურა საერთოდ ერთი წამი არ მქონია ისიც არ ვიცი საერთოდ რაზე უნდა მეეჭვიანა იმიტომ რომ ორივე არის პროფესიონალი მოცეკვავე იმისთვის ის ფორმა რაც არის ხო ნინისთვის თუნდაც ახლა დათუნას მეწყვილაზე რა ვისაუბროთ ეგ არის ჩვენ აი მე როგორც ვიკეთებ გრიმს რა კოსტუმიც მაწვია იმისთვის არის ის ანალოგიურად ეხლა მე ხა დავლურის ჩიხს სამანდილს რო დავიმაგრებ თავზე და კაბას რო ჩავიცვამ ხო? კი, შეიძლება შედარებით დახურულია, მაგრამ მე იმ კოსტიუმში ვარ უკვე, იქ ვარ მარტო ჩართული და მეტი საერთოდ არაფერზე არ მიფიქრება და დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანიც ანალოგიურად ნებისმიერი სხვა მოცეკვავე, კონკრეტული ადამიანი კი არა. და მეორე საკითხი ის, რომ ანუ არ მეპარება ახლა ჩემს მეუღლეში ეჭვი და არც საკუთარ თავში და შესაბამისად არანაირი საეჭვიანო დამოგებდით კიდევაც. კი, კაცებთან გაძასარევი ურთიერთობა გვაქვს და რა ვიცი, ვინც გინდა ყოფილიყო ახლა მაგაზე ლაპარაკი ზედმეტია, როცა მე რომ ყოფილიყავი ხო იყო ამის დიდი ალბათობა რომ მე ყოფილიყავი პროექტში მეც მივიღე კასტინგში მონაწილეობა ხო სიტყვაზე და მე რომ ყოფილიყავი და დათო არა რა ახლა დათოს უნდა ეჭვიანა ჩემზე მე ხო უფრო ისე ვიქნებოდი მოტიტულებული ესე ვთქვათ მაგრამ არა ამას როგორც კი არა ნუ რა ვიცი პროფესიაა და პროფესიონალურად ვუდგებით და ვუყურებთ ხო აბსოლუტურად გეთანხმები მაგრამ ბოში მოყოლ უბრალოდ ცოტა ისეთია შეთავაზე რა წარმოვიდგენ მეუღლე საკვალის ხო ალბათ ხო პრინციპში რა ხო ეხა შენ ახლა იეჭვიანებდი სავარაუდოდ მაინც გაკრავდა რაღაცა სადღაც ალბათ შეიძლება ცოტა აზიატური ის ჩამფრთოდა მაგრამ არა ჩემ უს არაბულ სეკვენსში საკონსილოგო მიიღო და რაღაცა ასე რო ვთქვათ მაგრამ იცი რა ეგ თუ განგვისაზღვრავს ადამიანების მიმართ ნდობის საკითხი არა ნდობაზე ალბათ რაღაცა ეჭვიანობის თუ რაღაცა სიახლოვე რაღაცა ადამიანთან არ ვიცი ნდობას ხო არის კიდე განა ეჭვიანობა მარტო ის არის ეს ღალატოსან რაღაცა მე ასე ვარ ქისიო ხო იცი რაღაცა ისე გახდა არა კი მესმის ლოგიკურია რა თქმა უნდა მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში არ მქონია ეგ მომენტი ნამდვილად ძალიან მაგარი ქორეოგრაფიასთან არ ვარ ახლოს ანუ რაოდენისიც არ მე არ მაქვს ქორეოგრაფიული განათლება მე არ ვარ ქორეოგრაფი ესე რომ ვთქვათ მოცეკვავეობას მე ვარ მოცეკვავე უძღვნი თავიდან ბოლომდე თავს და კი ბატონო არა და აი ჩვენ თოქმარი ერისიანის სოლისტები რა ვიცი არაფერი დიდი პოტენციალის იცი რა არის დათო ჩართულია ქორეოგრაფიაში არ მეც ვასწავლი ბავშვებს ყავს მოსწავლეები ოღონდ მე არ ვამბობ და არ მეტყვი რომ ქორეოგრაფი ვარ მე ვარ რეპეტიტორი ქორეოგრაფიასაც შეეხება მიხედავს ქორეოგრაფი გააკეთებს ცეკვას ჩანაფიქრს თუ რამეში დასჭირდება ჩემი დახმარება იქ ვარ დანარჩენი ის რომ ანი და ბანი შევასწავლო ბავშვებს და ჩამოვაყალიბო კარგ და სწორ მოცეკვავეებად ეს შემიძლია რა თქმა უნდა მაგრამ მე არ ვთვლი რომ უნდა ავდგე და რაღაცა კონკრეტული ცეკვა გავაკეთო ან ვიმუშაო ამაზე იმიტომ რომ მე არ მაქვს სათანადოგანი მე არ მისწავლია თეატრალურ უნივერსიტეტში ქორეოგრაფიის ფაკულტეტზე მე ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე და მაგ მიმართულებით კი ვეკენი შემიძლია რომ რაღაცა თქვა რომ შემიძლია განა სიტყვაზე ის არ შეიძლება შემეძლოს იმიტომ რომ სახელმწიფო ანსამბლში ცეკვა მაინც გინდა არ გინდა გაძლევს იმ ხელა გამოცდილებას რომ პრობლემას არ წარმოადგენს მაგრამ მე მაგალითად მირჩევია რომ ვიცეკვო ვასწავლო ბავშვებს ცეკვა და ქორეოგრაფმა გააკეთოს თავისი საქმე და არ ჩავერიო გლას კომპეტენციაში ანუ აუცილებელია რომ განათლება კონდეს ქორეოგრაფს იცი რა კი რა მე ყოველ შემთხვევაში ესე ვთვლი არსებობენ ადამიანები რომლებსაც არ აქვთ ქორეოგრაფიული განათლება და უმაგრესად აკეთებენ ამ საქმეს მაინც და მაინც
ეგ ამბავიც არ არის რა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ჩემ თავზე რო ვისაუბრო სუბიექტურად, მე არ მაქვს ეგ ხედვა, ესე ვფიქრობ, არ ვიცი, თორე შეიძლება შემოიყვანო რაღაცა ლამაზი წყობით, რაღაცა კარგი კომპოზიცია შექმნა რა, ანუ განა ვერ გააკეთებს ადამიანი სიტყვაზე, ვისაც ამ ხელაცეკვის გამოცდილება აქვს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სხვა რაღაცა უნდა ჰქონდეს რა, ან ნიჭი, ან ხედვა, ან რაღაცა რა. ჩემ შემთხვევაში ხა ამ ამბავს დათოს მივანდობდი, ჩვენ რომ ერთად მუშაობდეთ, თვალს არ დავახამხამებდი ისე, არც კი ჩავერავი ვის შემოქმედებაში, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ მას შეუძლია ამის იდეალურად გაკეთება, მაგრამ მე არ შემიძლია. არ მქონია ამისი სურვილი არასდროს. აი ხომ მნიშვნელოვანი რაღაც სიხები რა. შენ საუბრობ მაღალი დონის ქორეოგრაფიაზე ხა? ხო. სადაც ყველა რაღაც პირობები უნდა იყოს გათვალისწინებული და სამწუხაროდ დღეს ბევრ ანსამბლში ეგრე არ ხდება. სამწუხაროდ. და მაგას თითქმის ყველა პოდკასტში ვეხებთ, რომ სამოყვარულო განათლების მქონე რაღაც 1-2 წელი უცებაზე იარა და ხა შეიძლება ნახას ყველა დამოიყვანს და აბა კაც მაგას ნახაზზე მეტი შეიძლება გავაკეთო სიტყვაზე მეც. ნახა ანუ ჩავიდე რაღაცა შინაარსი რაღაცა არ არის პრობლემა სიტყვაზე რა საქმე რომ მიდგეს და რომ დამჭირდეს კი ბატონო გავაკეთე მაგრამ მე რატო გავაკეთო ის რაც ჩემი საქმე არ არის ის რაც მე არ ვიცი ღრმად და საფუძვლიანად ის რაც მე არ მისწავლია არასდროს კახი გავსაძეს ყველამ თავის საქმე უნდა ვაკეთო და მე ვიშველო კი მე ძალიან მეტახორმა გამბავში რა ну გავსაძესთან ხა ვერისიამთან ძალიან ნათოზე პოზიცია კი ბატონო აი ხო და ჩვენც მაგ გზას ვადგავართ რა ანუ ყველას ეგ ხედვა გვაქვს რომ ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ რა ამიტომ კონცერტები მინდა ისინი სანდოხა მეოყოფი ხო თბილისში დიდი ხანია არ ყოფილა საფხარო არც იგივე ჯერჯერო გაზაფხულზე უნდა გქონოდა როგორც ვიცი მაგრამ ამ ეტაპისთვის არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამის შესახებ ფილარმონიაში უნდა ყოფილიყო საუბრო და მაგიტა ფილარმონია რადგან არ არის ამ ეტაპისთვის ხო და ჩვენ სხვა სცენები ესე რომ ვთქვათ გვიჭერს ვერ ვეთევით გვიჭე ხო ცოტა ისეთი რა მასშტაბიანი ფართო მასშტაბიანი სცენები გვიზიდავს ექსპერიმენტებს და უფრო ანუ რეალურად ჩვენი შოუ პროგრამა პატარა სცენებზე ცოტა რაღაცნაირი საყურებელია რა თუ გუნდა რომ ბოლომდე ხარისხით დავდოთ ის რაც გვაქვს და არ დავაგდოთ ხოლმე ფილარმონიაზე ნაკლები ну კი რა თქმა უნდა ოპერა რუსთაველის თეატრი რაღაცა მაგრამ ბოლო პერიოდში ამ თეატრებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა როგორც ვიცი იმიტომ რომ ოპერა მუდმივად დაკავებულია ზამთრის სეზონზე კი იცით ხო და ნუ მოკლედ მსგავს სიღრმეებში რომ აღარ ჩავიდე ერთი სიტყვით შენცაც მაგიურია ფილარმონია კი აბა როგორც ყველა ქართველი მოცეკვავისთვის ალბათ. ну თბილისის ფილარმონია თორე ისე ნებისმიერი ქვეყნის ფილარმონიაში სადაც გამოსულა ყველა ისეთია რა რომ აი გავსებს იმას გაძლევს რაც გჭირდება. რატო? არ ვიცი ალბათ მასშტაბიდან გამომდინარე. მარტო სიდიდე ხო არის ანსამბლს? არ ვიცი, ну სახელი ტიტული რაღაცა ღირსება ხო აქვს ამ ფილმში? კი აბა. ეს ბლიჩი უნდა გითხო, მაგრამ მაინც მაინტერესებს. რა ასაკეთებ ხომ აუცილებლად არის სანამ სცენაზე გავხვალე. რაღაცა არა გაქვს საიდუმლო არა, ну ჩვევა რა, რასაც მოწევავე გრიმს ვიკეთებ და მე ვხურდები. აუცილებლად ვიტოვებ იმ დროს, რომ გავხურდე, გავიდე სცენაზე სიტყვაზე მარტო ჩემთვის. იქ არიან ბიჭებიც, გოგოებიც ხურდებიან ყველანი, მაგრამ ანუ ესე რა ინდივიდუალურად გავხურდე, ცოტა გავიწელო, რომ რაღაცა ისე ვიყო მომზადებული და სავარაუდოდ აი ამ გრიმის გაკეთების პროცესშიც და გახურების პროცესშიც იმდენად ჩემთავთან ვარ და აი მობილიზება ხდება ჩემში, რომ უკვე საკმარისია ჩემთვის რა ეგ ამბავ და დამატებით რაღაცა რიტუალები და რაღაცა უეჭველად უნდა გავაკეთო, ეგეთი არაფერი არ მაქვს. გრიმზე როგორ არის ამ სტანდარტი დავთრო ყველას ესე უნდა გქონდეს და
თავის საქმე იცის? იცი თუ ერთმანეთს რაღაცა ეხმარებით რა. მე მაგალითად არავინ არ ვეხმარებით ახლა ეს ერთმანეთს, იმიტომ რომ ყველა თავის თავზე იკეთებს დავეხმარებით, რა თქმა უნდა, თუ სიტყვაზე ჭირდება ადამიანს ახალ ბედა, რაღაცა არ იცის, როგორც მე მეხმარებოდნენ მაშინ, როცა მივედი ანსამბლში და ჩემი პირველი გრიმი მახსოვს, ეხლა რომ ვუყურებ ტირილი მინდა, არა, მაშინაც მეტირებოდა, იმიტომ რომ სარკეში ჯოღი რასო გავარ მეთქი, იმიტომ რომ ძალიან საშინელი გრიმი გავიკეთე. გოგონები დამეხმარნენ რომ მოდი ესე, მაგრამ მე ეს ყველაფერი პრაქტიკაში გეხვეწება, გინდა თუ არ გინდა რა, უკვე ხვდები რა როგორ უკეთესია. მე სიტყვაზე ვიდეოს ნახავ, ან ფოტოს ნახავ და უიაქ რაღაცა ესე არ მომწონს და ესე ჯობს რომ ვიყოს სცენაზე, ან თუნდაც ტუჩ საცხისფერი არ გამოიყურება ისე როგორც წარმოგვედგინა, ან თვალის ჩრდილი ან რაღაც შეიძლება არასწორი კონტურინგი გავიკეთე და რაღაცა უფრო ცუდად გამოვკვეთე, ვიდრე არ მჭირდებოდა ესე რომ ვთქვათ და პრაქტიკა გაძლევს მერე უკვე მაგ ამბავს რა და ეხა დახმარებით თუ სჭირდება ადამიანს, აი ეხა რომ ვიყურებ, ესე ჯობია რომ მიკითხავ სიტყვაზე, უთქვამთ გოგოებს რომ რაღაცა მოდი აბა ესე სადე, ან მეც ანალოგიურად შემიძლია ვუთხრა რომ რაღაცა ხო რა ხო ანუ რჩევებით ერთმანეთის მიმართ და ნუ დახმარებით ხა მე ვერ დავხატავ ვერავის სიტყვაზე ლაინებს ვერ დავხატავ და ვერც ვერავინ სხვას, იმიტომ რომ ყველას ჩვენი სახე გვაქვს და ჩვენი თუნდა გავიკეთეთ ესე რომ ვთქვათ რა, თუ საჭირო იქნება ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ მაინც ეგრე არა ჩვენ ყოფილა რომ ესა ცუდად გავუკეთებდიან. ანუ აი მე მაგის შენიშნულება ესე არ მოვიგეთ. არა, ეგ მაგას არა. ისედაც თავი გაგჭირებია მაგ დროს სარკეში რო იყურები, არ მოგწონს შენი თავი, ვინ გეტყვის მაგას რომ რაღაცა რას გავხარ. არა, აი კონცერტის მერე რო ესე რატო ქენი. არა, მაგ მიმართულებით ნამდვილად არა. ისე არის ხოლმე შეფასება კონცერტის რო ჩაივლებ და მერე რა თქმა უნდა, კონცერტი რაც დასრულდება, ავტომატურ რეჟიმში არავინ არ გავდივართ სცენიდან, ეგრევე იქვე ვიკრიბებით. ჩვენი ქორეოგრაფები და სამხატვრო ხელმძღვანელი ყოველთვის ძალიან დიდ მადლობას გვიხდიან. თუ მოეწონათ განსაკუთრებით, აი ჩვენ თვითონ ხვდებით ხოლმე, ჯერ ჩვენ თვითონ ხო ვიცით როგორი იყო რა, ანუ ზუსტად ვიცი რომ ყოველთვის კარგია, მაგრამ აი ეს რაღაცა პატარა წვრილმანები, რაც მარტო ჩვენ ვიცით რა უნდა ყოფილიყო და როგორ ყოფილიყო, ჩვენზე უკეთო არავინ არ იცის ეგ ამბავი რა. ჯერ ჩვენ ვიცით პირველ რიგში როგორი კონცერტი შევასრულეთ. მე უკვე ქორეოგრაფის და სამხატვრო ხელმძღვანელის სახეზეც ვაღებეჭდება ეგ და ხვდები რამდენად მოეწონა ან არ მოეწონა. მაგრამ აუცილებლად იქვე მადლობა, ძალიან დიდი ყოჩაღები ხართ, მაგრები ხართ. ნუ შეიძლება ითქვას რომ რაღაცა ტექნიკური რაღაცა ხარვეზები იყო, მაგრამ არაფერია, იმიტომ რომ ეს ცოცხალი ორგანიზმია და სავსებით მოსალოდნელი იყო, ვაგრძელებთ მომავალი კონცერტისთვის მუშაობას. აი უკვე დარბაზში რომ როცა დავბრუნდებით. მერე უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ სიტყვაზე, რა არ ვარგო და რა უკეთ შეგვეძლო რომ გაგვეკეთებინა და ქორეოგრაფი უკვე თვითონ იწყებს ამ პრობლემებზე მუშაობას, რაც თვითონ არ მოეწონა სიტყვაზე, ან ვერ შესრულდა ისე როგორც უნდა შესრულებულიყო და ესე მუდმივად დამუშავების და დახვეწის პროცესში ვართ ერთი სიტყვით. ძალიან მაგარია და მაყურებლისთვისაც ძალიან მაგარია შინით რომ ერთი ამბავია ხომ ფარდის მიღმა და კიდე მაგას შეიძლება საერთოდ კულისები ცალკე კონცერტია, ცალკე საყურებელი ამბავია რა, ის რაც ხდება სცენაზე, მაყურებლისთვის თვალსაჩინოა, მაგრამ რა ხდება სცენის მიღმა, თუნდაც კულისში, გასახდელში ან დარბაზში. ეს საერთოდ ცალკე მოსაყოლი ამბავია და ცალკე საყურებელი. რა ხდება კულისებში? სცენის მიღმა. კულისებში რა ვიცი, რა აღარ ხდება კულისებში. ნუ ერთი კონცერტი რო იქ მიდის, თავი. ნუ იქ იმაზე მეტი ენერგია შეიძლება დაგეხარჯოს მოცეკვავის კულისში, ვიდრე სცენაზე. მიუხედავად იმისა, რომ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოგაქვს სცენაზე, აი იმ გადაცმის პროცესში რაღაც 2 წუთში რომ უნდა ჩაედიო და ეს ხო ყველაფერი მარტო ფიზიკურად შეძლებაზე არ არის, აქ ხო რაღაცა გონებრივი შესაძლებლობები და მენტალური სიმდგრადე ესე რომ ვთქვათ, უნდა გიწყობდეს ხელს რა. არ არის ადვილი რომ იცი რომ აი 2 წუთში უნდა ჩაედიო და ან არ დაიძაბო უცებ, ან რაღაცა ისე ვერ წავიდა და პანიკას არ არყვე, ისტერიკაში არ ჩავარდე რომ ვაიმე ვერ ვასწრებ და რაღაც ყოფილა მომენტი რომ აი რაღაცა ვიღაცას გაუჭირდა და იწყებს რომ ვაიმე მიშველეთ, ვაიმე ვერ ვასწრებ, ნუ ეხა გოგოებზე მოქვს რა საუბარი და ყველა აქედან რომ კაცო მოიცა დაწყნარდი, დამშვიდდი, მიდი წყნარად მიხედე საქმეს, ანუ ესეც გასათვალისწინებელია ემოციური ფაქტორი, ხო? რომ
რაღაცა ემოციებს არ აყვე და მართლა არ გაიფუჭო საქმე. ძალიან ისეთი უნდა იყო რა, გაწონასწორებული. რაც გინდა მოხდეს, მდგომარეობიდან არ უნდა გამოგვიდე რა და არ უნდა აყვე ემოციებს. შენი გასაკეთებელი მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა გააკეთო და სტრესია ერთგვარი ესეც. გამოცდილების გარდა მაგას რა გიაქტიურებს რაღაც დროს მაგის. ალბათ ეგ უნარი უნდა გქონდეს ადამიანს რა, კრიტიკულ სიტუაციაში როგორ გიჭირავს შენ თავი. შეიძლება სულ არ იყო გულისვი და ყველა ჯვარი წერია გვერდით მდგომი ადამიანი შეუძლოდ გახდეს, ცუდად გახდეს და შენ ჩავარდე ხო ისტერიკაში და ვერაფერი ვერ მოახერხო. არიან ეგეთი ადამიანებიც და არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ახერხებენ ყველაფრის გაკეთებას და მე არიან მოწყვეტილები და ეს უნდა შეგეძლოს ან არ უნდა შეგეძლოს, მაგრამ გამოცდილება რა თქმა უნდა ძალიან ბევრს გაძლევს. ეხლა შენ რო ისტერიკაში ჩავარდები და პანიკაში და აქედან ვიღაცა იდობს მოგარტყავს, რომ არ არის ეხლა მაგისი დრო და მიხედე საქმეს, უკვე ხვდები რომ სხვასაც შეიძლება გადასდო შენი ეს ემოციები და არ უნდა გადასდო რა. შეიძლება შენთვის იყოს იმ წუთში რაღაც ამისგან დაცლა უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ შენ რო იცლები, მერე აქეთ 10-12 ადამიანი კიდე უფრო იძაბება და სხვებზეც ფიქრობ. ანუ ანსამბლობა და გუნდრობა ეგეც არის, რომ მარტო შენ თავზე არ ფიქრობ იმ წუთში რა, სხვაზეც უნდა იფიქრო, რომ რაღაცა ის ემოცია არ გადასდო, რაც შენთვის იმ წუთში ნეგატივია. ხო და აქედან ყველა რომ პირიქით მიდი, მოასწრებ, იზავ და ალბათ ეგეც მუშაობს და ეგეც გმუხტავს რა. რა მოხსნია ყველაზე ისეთი ჩეპეს რო ვიზარი? წავიქეცი. სცენაზე წავიქეცი. ერთ-ერთ გასტროლზე ძალიან ის იყო სცენა. სრიალა პრიალა ძალიან არაფერი რო არ იჭერს ხო ის ყველაფერს ვხსნი და აი ესე რო ცეკვავ რა და ფარცის ფინალზე კიდე კაი რო სიმაღლით ყოველთვის ბოლოში ბძოს ხოლმე ხომა და აი ყულისთან აი ავედი მოუხვია და გამიცურდა ფეხი და დავეცი და უბრალოდ რო დავეცი ახლა ავდექი და ვერავდექი და მივხვდი რომ ვიღაც მეხმარებოდა რა მეხედე ვერცის ვერ მაყენებდა, იმიტომ რომ გრძელი კაბა გვეცოდა, მეცდა და ეს პადი უკანა კაბა და რაღაცა მეხვეოდა ფეხებში და ერთადერთი რაც მინდოდა იმ წუთში რომ გამქრალიყავი წამიერად სცენიდან და აი როგორც შემეძლო, აი ყულისთან რო არ წავქცეულიყავი ძალიან შევცხებოდა, კიდე უფრო მეტად, მაგრამ ძალიან ახლოს ვიყავი ყულისთან და აი ესე გავფორთხდი დაწოლილი მდგომარეობაში. და მოიც შენი პარტია? ნუ მთავრდება ფინალი იყო უკვე და მასა გადიოდა რა. კიდე კაი რომ აი მაგ მომენტში ხო გასვლისას ერთადერთი რა ვიცი ეგ მახსენდება და დანარჩენი რა ვიცი ისეთი არაფერი რა ეხა ძალიან სტანდარტები მაინტერესებს პარამეტრები რაღაცა რამდენი სახელმწიფო ანსამბლებს ხოვს ვიზუალი აუცილებლად არა ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა ცეკვა უნდა იცოდეს ადამიანი მოცეკვავი ანუ ნუ ცეკვა ვიცი არ არის რა საკმარისი მოცეკვავი უნდა იყოს რა პირველ რიგში გინდა გოგო გინდა ბიჭი არ აქვს მნიშვნელობა მერე ვიზუალი სახეზეც და ტანზეც და როგორ არის პარამეტრები ყოფდეს ხელს გამხდარი უნდა იყო აი მინიმუმ გამხდარი უნდა იყო და სიმაღლე ედიციონისთვის ახლა დღეის მონაცემებით 1.70 ოჰო 1.70 ისე ხორთალო გოგონია ნუ მე ვარ ყველაზე დაბალი დღეის მონაცემებით და ალბათ საერთოდ ხო სამომავლოდაც მე ვიქნები ყველაზე კიდე რა მაინტერესებს აი მორაგბეებს აქვს ეგეთი წესი მესამე ტაიმს ეძახიან რა თამაში რომ მორჩებიან მე მიდიან და იყვნენ თვალზე თირფარტი აუცილებლად განსაკუთრებით გვაქვს თბილისის ფილარმონიების მერე აუცილებლად მთელი ანსამბლი თუ ვერა უმრავლესობა ბოლო კონცერტის მერე რა თქმა უნდა ყველამ ვიცით რომ ხინკალი უნდა მივირთვათ და ლუდი დავლიოთ რა აუცილებლად და ყველა ერთად მივდივართ ან წინასწარ გვაქვს დაჯავშნილი მოფიქრებული და წინასწარ შეკვეთილი ქორწილის ხალხია აი ერთი 50-60 ადამიანი ერთად მივდივართ და ხა ხინკალი ლუდი აუცილებლად რა და აღნიშნოთ ჩვენ წარმატებულ კონცერტებს ხოლმე. გაქვთ რამე ერთი ადგილი ტრადიციული? თუ იცით საერთოდ ფიქრობ ხოლმე, მაგრამ ძირითადად სტელა გუმასპინძლობს. კიდე აი ახალი მოცეკვავი როცა კონტროლი ნიჯებთან არის. უცილო ეგეც რომ მონათლას. კი, ეგეც რა.
გოგოები როგორ ნათლავთ? გოგოები როგორ ნათლავთ და ყველა ანუ ისეც არ ვუჩალიჩებთ ეხა არაფერს რომ ბიჭებმა რო იცით ხოლმე რაღაცეები ისკრა გამომატანე და რაღაცა არ არის მაგრამ დათოს რეებია გოყვანი მაგრამ გოგოებს გვაქვს რომ კოცნით ერთმანეთს რა პირველად ვინც შეასრულებს ჩალიჩებენ კოცნით სახეზე და პომადებს ვატყობთ ხოლმე და ეს შუბლი ქალბატონი ეკასიათულმა ყოველთვის ქალბატონი ეკასიათულ აბა აუცილებლად ქალბატონი და ყოველთვის ჩართულია ყველაფერში ჩვენთან ერთად ძალიან მაგარია როგორია მუშაობაში ქალბატონ ეკასთან ნუ ჩემთვის ძალიან კომფორტული და კარგი რა თქმა უნდა იმიტომ რომ 5 წლის ასაკიდან ქალბატონ ეკასთან ნუ ხო შენ თავი უნდა ხო რა ვიცი იმდენად ბუნებრივია ჩემთვის და ორგანული რომ აი რა ვიცი სხვანაირად არ წარმომიდგენია მე პირადად რა იმიტომ რომ მართლა როგორც ნათქვამიც მაქვს მისთვის რომ როგორც დედა მახსოვს რაღაცა გააზრებული ასაკიდან სიტყვაზე როგორც მახსოვს დედა ისე მახსოვს ქალბატონი ეკა და არანაკლები ამაგი აქვს სხვათა შორის პატარა ასაკში განსაკუთრებით ხო როცა მივდიოდი სპორებზე ან გასტროლებზე თავისი ხელით დაგვბანდა თავისი ხელით რა შეიძლება საჭმელი ეჭმია ბავშვისთვის და ჩემთვის და ვისაც რა დასჭირდებოდა ერთი სიტყვით აი ესე ხელის გულზე გამოგზარდა და უდიდეს ზრუნვაში და ყურადღებაში და დღესაც ანალოგიურად ხდება და რა ვიცი ჩემთვის ძალიან ისეთია თბილი და კარგი სამაგარია აი ყველას გიჩვევთ ვისაც ბავშვებთან გაგვჩეხება რომ ისე კენით რომ თქვენზეც ეგრე ისაუბრონ მოსწავლეებ დადებითი კუთხით ბივად გაგიხსენა ყოველთვის და თქვათ ამაზე კაის როგორც ვერ დამირებოთ ნამდვილად კი იმიტომ რომ ჩემთვის ეს იმდენს ნიშნავს მე მაგალითად არასდროს ჩემი ხასიათიდან გამომდინარე აი ვიღაცას თითისქნევით რო ეთქვა რაღაცა ნუ ჯიუტი ვარ და არ გავაკეთებდი რა მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს ცეკვა ქორეოგრაფიც პედაგოგიც შეხვდა ისეთი რომ ზრუნვით და სიყვარულით სიმკაცრით რა თქმა უნდა იმიტომ რომ ქართული ცეკვა სიმკაცრის გარეშე რა თქმა უნდა ვერ შეისწავლე მაგრამ აი იმ სითბომ და სიყვარულმა მე ძალიან დიდი რაღაცა დამიტოვა რა დღემდე ძალიან კაი მიხარია რომ ესე თბილად საუბრო გასტროლების ამბოლში ანუ კაი აქაც თუ უნდა აი პრანკებს ვინაკეთებს ყველაზე მეტად აი რამე რო გაიხსენოს რაც მოიყოლე ბიჭები აიციან ხოლმე რაღაცა ოთო ბაღდავაძე ჩვენთან ოთო ბაღდავაძეა ყველაზე მაიმუნი და მავზე მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ თროსია ყველაზე უფროსი შეიძლება ითქვას ოთო მიცის ისეთ რაღაცას მოგატყუებს და ისე დამაჯერებლად რომ ეჭვი არ შეგეპარება და რა ვიცი შეიძლება რომ ვიცით ყველამ რომ კონცერტი იწყება 8 საათზე უცებ ოთომ დაახელოს ხმა რომ გადმოუტანოთ რო გადმოუტანიათ და 5-ზე ყველა მზად უნდა ვიღოთ და აბსოლუტურად ყველა იჯერებს და იწყებს მზადებას 5-ისთვის რა და ამ დროს თვითონოთო ერთობა თვითონოთო ერთობა ოთო არის ყველაზე ისეთი და მავნებელი ოთოც მოსაწევს უნდა საიდან მოსდის იდეა არ ვიცი რაღაცა თვითნაბადი ის მაგას ეკინა მაგარი ისტორია კი კაცო მაგას იცოცხლეთ ამ რა ვიცი რა არ ეკითხა მაგას გაჩვენებული ეს არ მოხსენდება ახლა სიმართლე გეკითხა კი იქნება რაღაც მოსაყვანო მაგრამ ნუ ოთო შეუნახოთ რომ ოთო შეუნახოთ არა იცი რა არის სიბოროტეში არ უნდა გადადიოდეს ეხა ეგ რა ეხა ეს ოთო იმას ხრებს და რაღაცა მაგრამ ეგეთი არ მოხსენდება ეხა რომ ვიღაცა მოეჭველი რაღაცა გააკეთა და მე პრობლემა შეექმნა რა ეგეთი არაფერი არა რაც არ მოიყოლება ეგეთი არ გვინდა ჰუმორები და თორე შეიძლება კი გახსენდება ერთმით არ მახსენდება თორე რა არ დასამალი სიტყვარი და ეს თუ გამახსენებთ მე მომ შენ და დათოს ურთიერთობა როდის იწყება? და დავუშვათ ისა პროფილი. ჩვენი ურთიერთობა იწყება ჩვენ 12 წლის ასაკით. ოჰო. 12 წლის ვიყავით ორივე, ნუ თანატოლები ვართ. ორივე ვიყავით ერთ ასაკში 12 წლის ასაკში, როცა ჩვენმა საერთო მეგობარმა, რომელიც ჩემთან ერთად ლავრებში ცეკვავდა და დათოს მეზობელი იყო. უბნელი ესე რომ ვთქვათ მეგობრობდნენ ისინი მეგობრობდით ჩვენს და ესე საერთო მეგობარმა გაგვეცნო ერთმანეთი იმ დღიდანვე მოყოლებული ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა და მეგობრობდით მაგრამ მე მაგალითად არ მიფიქრია არასდროს მიუხედავად იმისა რომ ძალიან სიმპათიური მიჭი იყო და არის თანდem
არ მიფიქრია, რომ რაღაცა აი მომენტს უნდა გავებრანჭო, ეგეთი მომენტი არ მქონია რა დათოსთან, იმიტომ რომ მეგობარმა გამოც ხვდები და ეს იყო ჩემთვის რაღაცა ძალიან ისეთი რა, რომ ანუ როგორ შეიძლება ახლა ჩემი მეგობრის მეგობარია და სხვანაირად გამეფიქროს რა. რაღაცა ანუ არასდროს მაგ მიზეზით ალბათ. მაგრამ მე რო წარმოვიზარდეთ, მაინც ეთქობა რაღაცა რო არსებობს. სკოლას ვავთავრებდი მე-11 კლასში ვიყავი დაახლოებით, რომ დავიწყეთ რაღაცა ესე მიწერა მოწერა და გამოგნახო და აი ესეთი რაღაცნაირი ურთიერთობა რა და ანუ იმდენად ბუნებრივად მოხდა რომ აი არანაირი ზედმეტი აი როგორ აგიხსნა სიყვარული და რაღაცა არ ყოფილა რა იმდენად ბუნებრივად მოხდა თუნდაც შეხვედრა თუნდაც რაღაცა მე მიყვარხარს თქმა რომ აი ესე მოდი დაგვსვა ეხლა და სიყვარული აგიხსნა არა რა იმიტომ რომ ძალიან ბუნებრივად თავისთავად გადაიზარდა ეს დიდხნიან იმას დაკავშირებს გრძნობ რომ რაღაცა გრძნობა გაქვს და ხვდები შენ თვითონაც რომ რაღაცა ისე არ არის რა როგორც იყო მანამდე და შესაბამისად მე ზუსტად 12 წლიდან ჩემი მეუღლე ხა სიყვარულები ვიყავით და ესე გამოგხვა ბოლომდე სიყვარული და მაგ დროს ეგრეა მართლა სანამ დაძმუში გადაგივა რაღაცას ადგილს კი აი ჩვენც მაგიტო შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ ადრეულ ასაკში 21 წლის ასაკში დავოჯახდით მაგრამ სამომავლოდ ანუ 1-5 წელი მერე კიდე ისე ვიცხოვრეთ რომ აი ცოლი და ქმარი არ ვიცოდით რა იყო რა ანუ ისე ოჯახით ძალიან გვიწყობდა ხელს აი არაფერი ჩვენზე არ იყოს ჩვენ უბრალოდ რაც გვინდოდა რომ დილიდან დაღამებამდე და დაღამებიდან გათენებამდე ერთად ვყოფილიყავით ეგ იყო და ეგ და ჩვენმა მშობლებმა ამაში ძალიან შეგვიწყეს ხელი რომ აი ეს უბრალოდ ჩვენ ერთად ვიყავით და დანარჩენი ყოფითი საკითხები იყო თუ პრობლემები იყო თუ რაღაცა აი არაფერი არ შეგვხებია რა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მანამ სანამ უკვე ჩვენ თვითონ შვილი არ გვეყოლა და ჩვენი პასუხისმგებლობა არ გაიზარდა ესე რომ ვთქვათ და ახლაც ძალიან გვერდში გვიდგანან გვეხმარებიან შვილების აღზრდაში და გაზრდაში და რაღაცა მათი დამსახურება მე ვფიქრობ ძალიან ბევრი რაღაც რომ ჩვენი ახალგაზრდობა და აი ეს ცოლქმრობა ძალიან ტკბილად გვახსენდება და დღემდე ესე მივყვებით რა ძალიან მაგარი და ისე ეგეც მაინტერესებს თან შვილები ოჯახი თან ცეკვა ასტროლები შეიძლება წახვიდე როგორ თავსდება ყველაფერი ერთმანეთთან ურთულესად ქალისთვის ვფიქრობ კიდევ უფრო მეტად ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მარტო ეგ რო არ იყოს ხო კარგად ვიცით რამდენი საფიქრალი გვაქვს თუნდაც სახლი იყოს წესრიგში საჭმელი იყოს მომზადებული სუფთად ვიყოს დაბანილები დავარცხნილები რაღაც მოწესრიგებულები ეს ყველაფერი ხო უნდა იფიქრო და გააკეთო მე რეპეტიციები გაქვს მე მოსწავლეები მე რაღაცა კონცერტი გადაღება ჰაი-ჰუი ყველაფერი ოჯახი რო არ კვეთკეს გვერდში ძალიან ისე და ძიძა ყავს კიდევ არაჩვეულებრივი პიროვნება და ქალბატონი ვერაფერს ვერ ვიზამთრით რა ვერანაირად ვერ იზამ შანსი არ არის მაგის იმიტომ რომ ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე აი შეიძლება დილას გამოვიდე სახლში და კაცმა არ იცოდეს როდის დაბრუნდები უკან გასტროლებზე აღარ არის საუბარი რა ორივე ერთად როცა მივდივართ ანუ მარტო ერთი რომ ვიყოთ კიდე ხო მაგრამ ხო ორივე როცა გვიწევს და ძირითადად ესე გვიწევს რომ ორივე წასულივართ მოგზაურობაში ბებო ბაბუ ძიძა აბა მამიდა აბა ვის ძალია აბა ვინ მიხენას დღეს ძალიან ესე რა მოკლედ და ეგ არის რთულია რომ შეინარჩუნო თან შენი საყვარელი საქმე აკეთო და თან ყურადღებას ვეღარ უთმო იმდენად დიდ რამდენიც შეიძლება გინდოდეს რომ დაუთმოდეს რა ოჯახს ან ბავშვებს ეგ სულ გაკლია სულ და მათაც ძალიან განიცდიან ხოლმე უკვე რო იზრდებიან უკვე ხვდებიან რომ აი დედა უნდა და მამა უნდა და არ არის უცებ არ არის რა მაგრამ როგორც კი ჩვენ ესე ვართ აი რა წამს თავისუფალი დრო მაქვს როგორ უნდა თქვა სიტყვაზე რომ აი შვილებთან თავისუფალ დროს ვატარებ არ
მაგრამ როგორც კი რეპეტიცია დამთავრდება, ეგრევე გავდივართ, რომ სახლში ვიყოს და აი ეს 15 წუთიც სახლში ბოლომდე გავატაროთ რა. ნუ კი ძალიან ბევრ საყვედურებს ვიღებ მეგობრებისგან, ნათესავებისგან, ახლობლებისგან, მაგრამ არა, სულით ესე მგონი ვერ გაიგებენ რა. ნუ არა ისე ხალხი. ხო, თუ ჩვენ სფეროში არ ჩამოიხედებიან და აი სახლში არ მოვა ჩემთან და არ უყურებს უბრალოდ რა დღეში ვართ. ამას ვერ გაიგებს, რატომ არ მცალია იმისთვის, რომ თუნდაც წამა ბავშვები გავასეირნოთ. არ მცალია. ვერა. იმიტომ რომ მე ის დრო გზაში რო დავხარჯო არ მიღირს მირჩევნია რომ სახლთან ახლოს სკვერში გავიდე. ხო. ანუ ესე გავიდე და ვიღაცა რაღაცა ძალიან მინდა ძალიან სიამოვნებს მეც და ძალიან მენატრებიან, მაგრამ ჩემი შულები არის უფრო პრიორიტეტული და მათთან გატარებული დრო. დავისწავლეთ. ძალიან მაგარი მშობლები ყავთ. როიცოდეთ, გაიზრდებით იამაყებთ. მადლობა დიდი. ვცდილობთ მაქსიმალურად რაც შეგვიძლია არც არაფერი მოვაკლოთ, როგორც მატერიალურად, ისე მორალურად და ფიზიკურად რა. არა დიდი რამდენად დამოდის არ? როგორ აი ჩვენ გვინახავს მშობლები, დედიკოი უფრო მეტად ხა მამას დიდად. ჰაბიტუსი არ ეთყობა ხოლმე ბავშვი. გაუჩნდება თუ არ გაუჩნდება. აი ეს ფორმაში ჩადგომა. რთულია, ხო? ალბათ რთულია. მე არ ვიცი ეგ ამბავი, იმიტომ რომ სავარაუდოდ გენეტიკა ძალიან უწყობს მაგ ამბავში ხელს. მეორე ორსულობის პერიოდში 5 თვის ფეხძიმე ვიყავი რომ ცეკვავდი და კატორო გაჩნდა ორ თვეში უკვე ცეკვავდი ისევ. ორ თვეში აღიდგინე ფორმულს ყველაფერი ისევ ჯანზე მოხვედი? კი. პირდაპირ ორ თვეში დავიწყე ეგრევე კონცერტისთვის მზადება. არა, მან რა არის, აი მანამდეც რომ ფიზიკურად სულ აქტიური ხარ და ისა, რაც კითხავს რა. ხო, ნუ გენეტიკაც, სასიმართლე რომ გითხრა, მე თვითონაც ვცდილობდი რომ გამეკონტროლებინე, რაც მინდოდა მივირთმევდი, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს უარს არ ვეთხოვდი ახლა მაგაზე, მაგრამ ზომა, წონა, რაღაცა ის ფიქრი რომ მე არ გამიჭირდეს ფორმაში დაბრუნება და რაღაცა, მაძლევდა мотиваციას სხვათა შორის, რომ ცოტა მომეკეტა პირი, როცა მოსაკეტი იყო. და ხო რა ვაქცევდი ამ ამბავს ყურადღებას, რომ ძალიან არ გამქცეოდა წონა ორსულობის პერიოდში, რომ მე უფრო მალე დავბრუნებოდი და გენეტიკაც ხელს მიწყობს ამ მიმართულებით, მარტივად ნახევარი უკვე როცა გავაჩინე სამშობიაროში, უკვე ნახევარი წონა აღარ მქონდა ფაქტობრივად და მქონდა დარჩენილი რაღაცა 7-8 კილო და ორ თვეში კი დაიკლო ახლა 7-8 კილო. სპორტულობის ხარჯზე ესეც დაიბრუნე რა. აქტიურად ვიყავი ყოველთვის, აი წამოწექი, ჩამოვჯექი არ მქონია რა და მერეც რო გაჩნდა კიდე მით უმეტეს რაღაც შემაფერხებდა. ეხო მენტალური ბრძოლაც არის, მარტო ის არ არის ფიზიკურად. კი, აი პირველი ბავშვის მერე უფრო გამიჭირდა მენტალურად, ვიდრე მე მეორე ძალიან ესე რაღაცა უფრო ყოჩაღად ეთყობა გამოცდილებას რომ და ხო პირველი ძალიან გამიჭირდა მეგონა რომ ვერასდროს ანუ თან 6 თვე არ მიცეკვია პირველი ის შემდეგ ის რაღაცა დეკრეტული შვებულება რაც მეკუთვნოდა მეთქი ბავშვი ძალიან ისეხა ყველაფერზე და გამოვიყენე ბოლომდე რომ მეთქი რაღაცა ძუძუთი ყვება კონდეს ბავშვს 6 თვემდე და რაღაც ნუ ეს ბოლომდე გამოვიყენე ერთი სიტყვით და მაგ პერიოდში ძალიან გამიჭირდა ანუ ორსულად აღარ ვიყავი და არ ვცეკვავდი რა ხდება ვერ გავიგე. ანუ მართლა და მეგონა რომ ვერასდროს ვეღარ გავიდოდი სახლიდან, ვერასდროს ვეღარ დაუბრუნდებოდი კარიერას და ვერაფერს ვერ შევძლებდი. რაღაცა ესე ძალიან ძაფრად ალბათ მაგ ფიქრში რჩება ბევრი. შეიძლება. მაგრამ მანდ უნდა იმოქმედო. აი მანდ უნდა გადადგა უკვე ნაბიჯი რა, თორე დარჩები ალბათ. მე ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი, რომ 6 თვის თავზე ეგ ნაბიჯი უნდა გადამედგა აუცილებლად, რაც კიდე ყოფილიყო და რა მოცემულობაც კიდე ყოფილიყო და ძალიან ისეთი სიტყვის ადამიანი ვარ და რომ თქვი რომ ესე უნდა გავაკეთო, გავაკეთე. და მეორე ბავშვზე უკვე ძალიან რაღაცა მარტივად და ბუნებრივად მოხდა, რომ ეგრევე შევუდგე. იმიტომ რომ სადაც ერთი მე შეიძლება არის ეგეც. ისე ორივე ის ხალხი ხართ? ხო, მე არ ვაკლებთ არც ერთი სიჯიუტე. მეგონა ჯიხვი და რა ვიცი, ორივე რქიანები. რქიანები. რა მაინტერესებს აი ერისიონის პროგრამა თუ არის შენთვის აი საყვარელი პარტია
ან რომელსაც ეკო, როდის გამოარჩევი, ან რომელსაც არც ეკო, მაგრამ მინდა რომ იცეკო. ოჰო. კი, აი გეტყვი, საყვარელი პარტია, ესე რომ ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვცეკვავ ეგრეთ წოდებულ ჭინკების პარტიას, აჭარულის შავი კაპით გოგონები. მე-11 წელია უკვე მაგ პარტიას ვასრულებ. და არის ერთ-ერთი ჩემი ისეთი საყვარელი. ნუ ეხა ბოლოს ქალიც ძალიან შემეყვარდა, რაღაცა ძალიან ისეთი იყო, თან მთის, თან რაღაცა, ჩემი ხასიათი მაქსიმალურად ჩავდე, ვეცადე ყოველ შემთხვევაში. დიდი პოსტის გეწერა მე ქალაისა, ხო? როდის წავიკითხე ეგრე. ანუ ჩემი დედათოს რაღაცაზე მეწერა. ხო. კი. სანდან. ხო, მაქსიმალურად ხო, ეგეც ძალიან მიყვარს და რასაც არ ვცეკვავ და შევასრულებდი სიამოვნებით, აი თიულობს ალბათ სხვა. ქალაის ხო სტილია. კი, როგორ არა, მაგრამ ანუ პარტიებზე თუ მიდგება ესე საუბარი, ეგრე ნებისმიერ პარტიას ძალიან დიდი სიამოვნებით შევასრულებდი. ხა ქართულს ვერ შევასრულებდი, ნუ არ ვარ ფიზიკურად მეკართულე და ვერ შევასრულებ, მეოსურე არ ვარ ფიზიკურად და ვერ შევასრულებ, დანარჩენს კი ბატონო, სიამოვნებით, თუმცა არასდროს დამიმალავს, რომ ჩვენი პროგრამიდან ძალიან მინდა მთიების შესრულება და რა ვიცი, შემისრულებია კიდეც და ძალიანაც მიყვარს და ძალიანაც მომწონს. დღევანდელი პარტიებიდან აჭარულს და ქალაის გამოვარჩევ. მან როგორ არის პარტიების მიღება? აი რა ვიცი, ქორეოგრაფი როგორც გადაწყვეტს. ქორეოგრაფია აბსოლუტურად დამოკიდებული როგორ გადაწყვეტს რა, შეიძლება ერთ დღეს დაგიძახოს და გითხრას, რომ მე ძალიან მომწონს შენი შესრულება, იმიტომაც ასრულებდი ამდენ, მაგრამ მინდა რომ დღეს ასპარეზის სხვასაც დავუთმოთ. მის შესრულებაც ძალიან მომწონს და მაინტერესებს რას შეძლებს და როგორ შეძლებს. უცებ გამოხვალ აღარ იცეკვებ და იცეკვებს სხვა. მაგდროს რას ჯუნ? უი არ ვიცი. ცოტა სტრესული იქნება ალბათ კი. ხო, 1000 ფიქრი გაგიადებს, რატო აღარ ვარგიბა, აღარ მომწონა, თუდა ხო, ახაცა ეგრეთ ფიქრებს იფიქრებ ალბათ, მე გული დაგწყდება, დაგენენება, ამდენი ხანი მევასრულებდი რაღაცა როგორ არანაირი, ნუ ალბათ იქნება ბევრი რაღაც საკითხი. ხო, მაგრამ ალბათ არ იცის ფინანსია. მეტნაკლებად ხო, მოდვა ხა სასარავინ გამოკერებია არასდროს და რაღაცები არის, როგორც მე მოვედი და ჩავანაცვლე ვიღაც თავის დროზე სიტყვაზე და მიხარო და მაშინ, ეხლა უკვე მე როცა მივდივარ იქითკენ, რომ მოდის ახალი თაობა, ეს აბსოლუტურად გააზრებული მაქვს და უნდა გქონდეს ალბათ, რომ ნელ-ნელა მიხვალ რაღაცა კულმინაციამდე და მერე უკვე სხვასაც უნდა მისცე შესაძლებლობა, ხო, რომ თავისი შესაძლებლობები გამოამჟღავნოს და გამოაჩინოს. როგორ აცილოთ ხოლმე ესე? უი მძიმედ. ჩემთვის ნებისმიერი მოცეკვავის, თუნდაც მომღერლის ანსამბლიდან წასვლა არის რა ვიცი ცრემლების ზღვა აუცილებლად მეტირება, იმიტომ რომ ავტომატურ რეჟიმში რატომღაც საკუთარ თავს წარმოვიდგენ ხოლმე. და ძალიან ძიმედ გადამოხს და განვიცდი. არის რამე ესეთი ტრადიცია, რაც აუცილებლად აკეთებთ ხოლმე სამით. არა, უბრალოდ ან კონცერტიდან გავაცილებთ ადამიანს და პატივისცემით, რა თქმა უნდა, ან ბოლო ბრაკონი დარბაზში აუცილებლად ტრადიციულად მისი ყველაფრის შესრულებით, როგორც საჭირო იყო და წარმატებები, დიდი მადლობა, დაფასება, ჰაი გვენ. აუ იმისთვის რომ წანა ემოციურია საქმე. ეგ გადიერას ულაზო. ანუ მე სხვა განვიცდი და ვაიმე არა რას ამბობ. ერთხელ რა ხდებოდა კი არ მახსოვს. ვფიქრობდი რატომღაც რომ ეს იყო ჩემი ბოლო შესრულება. არ მახსოვს, მართლა არ მახსოვს რა ხდებოდა, მაგრამ ერთი რეპეტიცია იყო, ერთი ბრაგონი რომ მეთქი ეს ბოლოა ჩემ თქო და ანუ აი რა კინო მოვკვდი. არაფერთან არაფერ ვფიქრებ. არ მინდა.
მე შემთვის მაქვს ესეთი საჩუქარი ტრადიციულად უკვე 3D სტუდია ჩვენი მეგობარი გახსენთ თქმა უნდა ჩვენს ყველა სტუმარს სიმბოლურ საკუთას გადაცემს ხოლმე მანქანით ხარ ნათმეტეს ვაი მე რა კაია ნუ ამას რა თქმა უნდა საპატიო ადგილს მივიჩენ ჩემს მანქანაში ძალიან ამაზიას მეგონი გოგოსი უფრო მომწონია ეს თეთრი გაბი უეს პატარა ამას გასაღებს მოვალ ეგარი ეს ვარიანტი და სულამაც მოყვა როგორც რემონტელ ჩემს ჩაცმულობაზე ესეთი ლამაზი ახალუხი შემიფერა ქორეოს სახელოს ნო ბოდიში ჩადოჭი მადლობა შე ქორეოს სახელოს ნო შემიკერა ეს ახალუხი ახალი დაფუძნებულია ქორეობთა კავშირმა გააკეთა აქვე მადლობა ქორეობთა კავშირს იმიტომ რომ გეხმარება ამ სივრცით და აპარატურით ტექნიკით უზრუნველყოფს აკაურობას და რა თქმა უნდა მადლობა ჩაქურას ჩვენს პარტნიორს ენისთვის რომ ჩვენთან არის და ჩაქურა არის ეგეთი კომპანია რომელსაც აქვს სხვადასხვა ცეკვის აქსესუარები და ხშირად მიმართავენ ხოლმე ქორეოგრაფები მსგავს კომპანიებს და რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა შენ რომ მესტუმრე მესაუბრე გულწრფელად საინტერესოდ იმედი მაქვს საინტერესოდ ძალიან მიხარია და იმედია კიდევ შევხვდებით სხვადასხვა პროექტებში ინდივიდუალურ ჩრდილოში რამოდენიმე სეზონში არაფერი არ არის გამორიცხული სანდიდი მადლობა გაიხსნა ემინეთ